მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა თენგო ომანიძესთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმრები იქნებიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი, ეკონომისტი ბატონი თემურ პიფია და პოლიტოლოგი გიორგი მდივანი. მოგესალმებით, ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მშვიდობის. დღევანდელი ეთერი მინდა დაუთმოთ ისეთი ტიპის საკითხებს, რომელზეც ნაკლებად არის ხოლმე საუბარი ქართულ, რა თქმა უნდა, ყველა თემას უნდა შევეხოთ, მათ შორის პოლიტიკურ თემებსაც, პროტესტის თემებს, სხვადასხვა მიმართულებებით, მაგრამ მინდა დაუთმოთ დრო სოციალურ საკითხებს, სოციალურ პრობლემებს, იმიტომ რომ სრულიად სამართლიანად, ჩემი აზრით, ისმის ხოლმე კრიტიკა, მათ შორის აი ჩვენი ტიპის მედიების მიმართ, ისეთი ტიპის მედიების მიმართ, რომლებიც არ არიან როგორ თქვა USAID-ისგან დაფინანსებული, აი ეს აჟიტირებული ასე თუ ისე შეიძლება რაღაც საკითხებში მხარს უჭერენ პირიქით სამთავრობო პოზიციებს, მათ მიმართაც ისმის ხოლმე სამართლიანი კრიტიკა, რომ რატო არ ვაშუქებთ სოციალურ თემებს, რატო არ გვაქვს ამ თემებზე უფრო აქტიური საუბარი, რადგან ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების ძირითადი ნაწილი უკავშირდება სწორედ არასწორ სოციალურ პოლიტიკას. მინდა თქვენთან დავიწყო ამაზე საუბარი, ბატონო თემურ. თუ ფიქრობთ, რომ სოციალურ საკითხებს თქვენს თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას, რომ სოციალურ საკითხებს და სოციალურ პოლიტიკას არ ეთმობა საკმარისი დრო სამთავრობო დღის წესრიგში. მთავრობა გასაგებია, რომ კონკრეტულად ამ მომენტში შეიძლება არსებობდეს რაღაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნის წინაშე, ბევრად უფრო რაღაც ისეთი საკითხები გადასაწყვეტი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის იქამდე, რომ ადამიანები რო იყვნენ კმაყოფილი ამ ქვეყანაში ცხოვრებით, მათ უნდა კონდეთ სოციალური პირობები შესაბამისი. რამდენად თქვენი აზრით საკმარის დროს უთმობს ამ ყველაფერზე ფიქრს, ამ ყველაფერზე მუშაობა საქართველოს მთავრობა? მადლობთ მოწვევისთვის, მოგესალმები ტელემაყურებლებს. ჩვენი პოზიცია, ჩვენი პარტიის უკვე რამოდენიმე ხანი არის გაცხადებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ თავისი წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინა საპარლამენტო არჩევნებისას, რომ იქ ძალიან ცოტა დრო დაეთმო ეკონომიკურ ბლოკს და შესაბამისად სოციალურ პრობლემატიკას. ეს უკვე მიანიშნებდა იმაზე, რომ ქართული ოცნებისთვის ეს არის ყველაზე სუსტი ადგილი და სუსტი მიმართულება, რა მიმართულებითაც შეიძლება მმართველი ძალის და მმართველი პარტიის კრიტიკა, რასაც აკეთებს დღეს აი ეს ოპოზიცია, პროამერიკული ოპოზიცია, რომლებიც თანდათანობით გადადიან სოციალურ თემატიკაზე. ჩვენ ვხედავთ რა ამბავში არიან თითოეულობასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში, მაგრამ მთიან რეგიონში არის გარკვეული სიძნელეები, რომელსაც ასე თუ ისე სახელმწიფო შესაბამისი დახმარება გაუწია მოსახლეობას, მაგრამ მაინც ეს საკითხები წინ გამოდის და გამოვა აუცილებლად. ამაში არაფერი არაა გასაკვირი, იმიტომ რომ სოციალური პრობლემატიკა ეს არის უმუშევრობის პრობლემა, ეს არის მაღალი ხერხფასის პრობლემა, ეს არის უბრალოდ ის პრობლემა, რომ ადამიანმა იცხოვროს ღირსეულად და კონდეს ელემენტარული ცხოვრების პირობები, შესაბამისი კვება, შესაბამისი განათლება, შვილებისთვის მომავალი და თავისუფალი დროც, რატომაც არა, იმისათვის, რომ მან სულიერი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, როგორც ეს არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ყველა ნორმალურ საზოგადოებაში. ამ მოთხოვნებს ეს არის ფუნდამენტური მოთხოვნები და ეს არის ადამიანის უფლებები ნამდვილი, რომელიც ძირღვევა, რა თქმა უნდა, საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო არის ძალიან ღარიბი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთავრობა გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკურ ზრდა გვაქვს, ჩვენ მოსახლეობას ეს არ უგრძნია, საქართველო არა ღარიბი ქვეყანა, ღარიბი მოსახლეობით. ეს არის უმთავრესი პრობლემა. და ამას უნდა მიხედოს მმართველმა ძალამ და ყველამ. აი ეკონომიკურ ზრდაზე როცა არის საუბარი, ბატონო თემურ, საინტერესო არის თუ მართლაც გვაქვს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველ რიგში მოდით მე ამაზე ჩემ მოსაზრებას ვიტყვი, მართლა არ არის ეხა ისეთი მდგომარეობა ამ ქვეყანაში, როგორც იყო მაგალითად 15 წლის წინ, რომ აი ძალიან რომ მოგენდომებინა ადამიანს, სამსახურს ვერ შევიდი, მართლა შიმშილით შეიძლება მომკვდარიყავი. დღეს მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რაღაც ფორმით ალბათ ამ მიმართულებით რაღაც წინსვლა გვაქვს, რომ
შეიძლება არასასურველ, შეიძლება დაბალანაზღაურებად, მაგრამ რაღაც სამსახურს ადამიანი ნახავ. ეს არ არის რა თქმა უნდა საკმარისი. და ზუსტად ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მაგრამ აი როცა არის საუბარი, რომ საქართველოს აქვს ამხელა ეკონომიკური ზრდა, რომ ჩვენ ევროპაში პირველები ვიქნებით მალე ამ ზრდის მაჩვენებლით, რატომ ცხოვრობს ხალხი მაინც ღარიბად? რაშია აქ პრობლემა? განაწილება, სიმდიდრის განაწილება ხდება არასწორად? თუ არასწორია თავად ის მოცემულობა, რომ რეალურად არ გვაქვს არანაირი ეკონომიკური ზრდა და ტყუილი? ორივე არის, ორივე, ჯერ ერთი ის რაც იქნება, შემოსავლების არა თანაბარი განაწილება. გიორგის უფრო კონკრეტული მაჩვენებლები ექნება ამასთან დაკავშირებით. მერე მცირე ხელფასები და რეალური შემოსავალი მცირე, რომელიც უახლოვდება აი სიღარიბის ზღვარს მიღმა არის ძალიან ბევრი საქართველოში. 600,000 ადამიანი ღებულობს დახმარებას სახელმწიფოსგან, სოციალურად დაუცველია ფაქტიურად. პენსიონერებიც ასევე აწვება ეკონომიკას, იმიტომ რომ უმუშევართა მაღალი დონე ახლა დაახლოებით 10%-ს აჩვენებენ, ეს არის სრულიად არარეალური ციფრი. რა თქმა უნდა, უმუშევრობა ძალიან თვით დასაქმებულები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც აღირიცხებიან, ეს სულ ყველა არის უმუშევარი. ძირითადად ესენი არის სოფელში მცხოვრები ხალხი. მაყურებელსაც უთხრათ უბრალოდ გასაგები რომ იყოს, აი, როდესაც გლეხს ეკითხება მაგალითად სტატისტიკის დეპარტამენტი ხო არის, ვინც აკეთებს ამ სტატისტიკას, გლეხით უფლობს რაიმე საკარმიდამო მიწას, მას უკვე თვლიან რომ ის არის თვით დასაქმებული. და ის არ ითვლება ჩვენი სტატისტიკით უმუშევრად, მაგრამ ნუ რეალურად ეხა ყველას კარგად გვესმის რომ ეს საკარმიდამო მიწა სოფელში შეიძლება ყველას ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი დასაქმებულია და მას შემოსავალი აქვს და მას აქვს ღირსეული ცხოვრების პირობები. იმიწის დამუშავებაც ჯერ არ უნდა დაამუშავოს გლეხმა მარტომ სახელმწიფოს თანადგომის გარეშე იმდენი რომ წელში გამართულმა იცხოვროს, მაგრამ ნუ მით უმეტეს ამ ყველაფრის თვის დარქმევა რომ ეს ადამიანი დასაქმებულია და არ არის უმუშევარი, რა თქმა უნდა არასწორია. მე 600 ლარამდე ხელფასი აქვს დაახლოებით 100,000-მდე კაცს, ესეც არის შემცირებული მაჩვენებელი დარწმუნებული ვარ მაგაში. 900 ლარამდე, 1000 ლარამდე დაახლოებით მილიონამდე ადამიანს აქვს. იმათ შორის ვინც აი ეს შემოსავალი ეს არის თანაც ყველა კი არ არის დასაქმებული ოჯახში. შრომისუნარიანი დაუშვათ ოჯახში არის 2-3 წევრი. ხო, იქიდან ერთია დასაქმებული. მაქსიმუმ 2. ძალიან დიდი არის ესე იგი საზღვარგარეთიდან ჩარიცხული ფულის შემოსავლების როლი ჩვენი ოჯახები ფაქტიურად ძალიან დიდი ნაწილი ოჯახებისა ინახავს ემიგრანტები ჩვენი, რომლებიც მუშაობენ იტალიაში, საბერძნეთში, რუსეთში, თურქეთში, შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი წილია და რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ეს დაახლოებით როგორ არის, იცი როგორი მაჩვენებლებით არის გაბერილი და გაუმჯობესებული. აი დაუშვათ ჩვენი ექსპორტი არის დაახლოებით 6.5 მილიარდი დოლარი. აქედან 2.5 მილიარდი არის რეექსპორტი მანქანების. ანუ რა ჩვენთან კი არ არის წარმოებული, შემოვიდა და გავატარა. გავიდა. ჩვეულებრივ ის არის, ყიდვა-გაკიდვა, რომელსაც თავის თუმცა ეს ექსპორტის მაჩვენებელში ითვლება მაინც. ექსპორტში, იმპორტში ითვლება და ექსპორტში ითვლება. და იქიდან მიღებული შემოსავალი ძალიან მცირეა. ადგილზე არაფერი არ იწარმოება. ადგილზე იწარმოება ძალიან მინიმუმი. როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე წარმოება. სხვათა შორის გადამუშავებელი მრეწველობის მაჩვენებელი გაუარესდა. ყველა დანარჩენი დაუშვათ ფულადი გზავნილები, საბანკო აქტივობა, დაუშვათ ბინადმშენებლობა, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ და არის კიდევაც მატერიალური წარმოების სფერო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აქაც ძალიან დიდი გადახრაა. ბინადმშენებლობა, სად შენდება ბინები და ვისთვის შენდება, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ რეალური ეკონომიკის არც ერთ სფეროში ჩვენ ზრდა არ აქვს. აი მეღვინეობის გარდა. და მეღვინეობა, რომელიც ასევე რუსულ ბაზართან არის დაკავშირებული. ამას უნდა მიხედოთ ქაოტურად ხდება, ანუ მე არ მინახავს, რომ ეს რაღაც სისტემურად ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ხდებოდეს, ანუ თუ გაუმართლებს ზოგიერთ მეღვინე, შეიძლება გაუმართლოს, თუ არ გაუმართლა, არ წინაზე არ უმართლებს. ხო, თვითონ არიან ორგანიზებული ასე თუ ისე მეღვინეები და ასე თუ ისე გარკვეული სტაბილური მდგომარეობა მაგათ გააჩნიათ, იმიტომ რომ რუსეთის ბაზარზე არიან გასულები
და საკმაოდ ისეთ სერიოზული კავშირები აქვს რუსულ მხარესთან. ნუ აქ მთავრობაზე რა გარკვეული რა თქმა უნდა მათ ორგანიზებას უწევს ამ საქმეს, მაგრამ მთავრობამ უნდა მიხედოს რეალურ ეკონომიკას, უნდა მიხედოს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ტრადიციული სფეროები ჩვენთვის, რომელთა სტიმულირება შეიძლება მცირე თანხით და შეიძლება მცირე დროში. აი ისე უნდა შევხედოთ იმ დარგებს, რომელიც იყო განვითარებული საქართველოში, რომელსაც პერსპექტივა გააჩნია რა თვალსაზრისით. თუ პროდუქცია შეიქმნა აი ამ დარგებში, მას აქვს რეალიზების მაღალი შანსი, როგორც შიგნით ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ. მაგალითად, ჩაი. კი, გასაგებია, რომ კაპიტალ დავანდებები მეჩაიეობის აღდგენაში ძალიან ძვირადღირებული დარგი არის. რომ ჩაის პლანტაციები აღადგინო ჯერ, მერე ფაბრიკები. მაგრამ თუ ჩვენ ახლავე ეს არ დავიწყეთ, არავინ ჩვენს მაგივრად ამას არ გააკეთებს და ამ დროს მეჩაიეობა ძალიან მომგებიანი პერსპექტივა დიდია. რა თქმა უნდა, დიდია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ადვილად ისევ გავალთ რუსულ ბაზარზე, ყაზახურ ბაზარზე, შუა აზიის საერთოდ ქვეყნების ბაზარზე, ბელარუსიაში და სხვაგან. მე ერთი მაგალითი ავიღე, მეორე მაგალითი დავუშვათ, აი ჩვენი ციტრუსები და მანდარინი, პორტოხალი და შემდეგ მანდარინი დავუშვათ წელს არა, არც შესულან აჭარლები, გურულები მანდარინის თავიანთ პლანტაციებში და არც დაუკრეფია ბევრს, იმიტომ რომ 20 თეთრი, 30 თეთრი იყო. მე არ ვიცი, შეიძლება ბოლოს კი გაძვირდა, მაგრამ არ უღირდა, რომ შესულიყო და დაეკრიფა ის მანდარინი, ის ნაყოფი. შენ როცა არ აქვს გადამუშავებელი მრეწველობა, კვების მრეწველობა, რომელიც გადაამუშავებას ამას ადგილზე, შექმნის პროდუქციას მისგან, შენ გარანტირებულად, ფაქტიურად შენ გარანტირებულად ისეთ პირობებს ქმნის სახელმწიფო, რომ გარანტირებულად იყიდი შენ ამ პროდუქციას მეურნეობებისგან. პირადი მეურნეობებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მეც მოინდომებს ჯერ ერთი და მე შეიქმნება ისეთი წარმოება, რომელიც ადგილზე ქმნის ღირებულებას. ადგილზე ასაქმებს კიდევ დამატებით შენს მუშახელს და რაც თავარია, ის მურაბა იქნება თუ ის პროდუქცია, რომელიც მანდარინისგან, პორტოხლისგან შეიქმნება, ის მალფუჭებადი არ არის. ეს მალფუჭებადია. ანუ მეტი გარანტიებია. რომ ის გაიყიდოს უკეთესად და გარანტირებულად. აი ამას უნდა მიხედოს სახელმწიფომ, ეკონომიკის სამინისტრომ და არა უყუროს იმას დაუშვათ, რომ ვინ როდის შემოვა თავისი პირდაპირ ინვესტიციებით საზღვარგარეთიდან, რომელიც არ მომხდარა ჯერ აი 35 წელი გავიდა, ხომ? არ მომხდარა, მე არ მახსოვს, აი გიორგის თვალსოს არ ვიცი, რომელიმე დარგი ავიღოთ, სადაც პირდაპირ ინვესტირება მოხდა უცხოური კაპიტალის და იმან ესე იგი ამოქმედა აქ რომელიმე ესეთი საწარმოო, რომელიც ადგილზე ქმნის პროდუქციას. კი ბატონო, გიორგი, თქვენთან მექნება ერთი ასეთი შეკითხვა, აი ჩვენ თქვით, რომ თავრობის მხრიდან ეს არის ერთგვარი კრიტიკის საგანი თავრობის მიმართ ყოველთვის, რომ ისინი ეკონომიკურ ბლოკს მაგალითად საკუთარ პროგრამებში არ უთმობენ იმ ადგილს, რასაც მაგალითად ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჭირო იქნებოდა, რომ უფრო მეტი ყურადღება გამახვილებულიყო, მაგრამ ამ მხრივ ალბათ არც ის იქნება მთლად სამართლიანი ვთქვათ, რომ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არის. ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის არის ეს რაღაც თითქოს უცხო თემა. ჩემს არ არის ეხა ეს საარჩევნო პროგრამები, წინასაარჩევნო თემატიკა, რაღაც ისეთი, რომ მხოლოდ ეს არჩევნები მახსოვდეს. 2008 წლიდან მოყოლებული, როცა პირველად ვიყავი დამკვირვებლად არჩევნებზე, პრაქტიკულად ყველა არჩევნებში საკმაოდ ისეთი ინფორმირებული პოზიცია მქონდა. მუდმივად იყო ეს პრობლემა, რომ ქართველი პოლიტიკოსებისთვის, ქართული პარტიებისთვის რატომღაც ეს სოციალური თემატიკა, ეკონომიკური თემატიკა ყოველთვის არის ხოლმე უინტერესო და აი მათ პროგრამებს თუ გადახედავთ, შეიძლება ბოლოში რაღაც ერთი აბზაცი ეთმობოდეს ამას, ისე ზოგადად იმისათვის რომ ეწეროს და ვინმე მართვას რომ ეკონომიკაზე არაფერი უწერია, თუ ამ მიზნით ჩაწერილი ერთი აბზაცი და იმდენად აბსურდებს შევხვდებით ხოლმე, აი ხა ვაშაძეს რო ქონდა პროგრამა, მაგალითად Google და Apple უნდა ჩამოვიტანო საქართველოში და რაღაც 10 მილიარდიან ინვესტიციას ჩადებენო კანდიდატის სტატუსს რომ მივიღებ და რაღაც აი ესე სიგიჟეებამდე დადის ხოლმე ჩვენი პოლიტიკოსების ეკონომიკური ხედვები. აი ამისი მიზეზი რა შეიძლება იყოს და ხალხისთვის არ არის საინტერესო სოციალური თემატიკა? პოლიტიკოსი ხო უნდა ცდილობდეს შექმნას ისეთი იდეა, ისეთი ნარატივი, რაც მას ამომრჩეველს მიამაგრებს, ასე ვთქვათ. ხალხს ყველაზე მეტად ეს აინტერესებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყველაზე ნაკლებს ამაზე საუბრობენ. ეს როგორ უნდა აუხსნათ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ
მადლობა მოპატიჟებისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. ჩვენ რო ავიღოთ ნებისმიერი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ნორმალური ორგანიზაციების მიერ, ანუ სანდო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული, უფრო ნაკლებად სანდო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული, ხო, როგორიც არის NDI და IRI და ასე შემდეგ. ყველა ამ კვლევას აქვს ერთი საერთო რამ. ყველგან მოსახლეობის მიერ ფიქსირდება შემდეგი განწყობები, რომ უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის ეკონომიკური სიდუხჭირე, არის უმუშევრობა, არის ინფლაცია. ანუ ყველა საკითხი პირდაპირ კავშირშია სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უკვე გადასულია მე-6, ხანდახან მე-7, მე-8 პოზიციაზე. იმდენად დიდი პრობლემა აი ეს და იმდენად დიდი დაკვეთა ამაზე მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გქონდა ნეოლიბერალური ეკონომიკური დღის წესრიგი. ეს იყო დაწყებული სააკაშვილის აგრესიული პოლიტიკის და ბენდუქიძიზმის როგორც ფენომენის და რაც ალკეული აღებული ადამიანის მიერ, ბენდუქიძიზმის მიერ და ეს სამწუხაროდ ინერციით გამოყვა ქართულ ოცნებასაც და დღემდე ვიმკით აი ამ შედეგებს. ის უნდა აღნიშნოთ, რომ ქართულმა ოცნებამ იქ ბევრი რეფორმა გაატარა, სოციალური ხასიათის რეფორმა პირველ რიგში ახსნისთანავე ჯანდაცვის რეფორმა, ხო, როდესაც მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს მიეცა სახელმწიფო დაფინანსება, სახელმწიფო თანადგომა, რაც სააკაშვილის დროს ფაქტიურად არ იყო და ადამიანს თუ არ ქონდა საშუალება ოპერაციაზე არ შეიყვანდნენ და შეიძლება გარდაცვლილიყო. ეს აშკარად პოზიტიური ძრა იყო, მაგრამ არ მომხდარა ფუნდამენტური ცვლილებები. ფუნდამენტურ ცვლილებებში გულისხმობ არ მომხდარა კანონმდებლობის გადახედვა, არ მომხდარა ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ტრანსფორმირება და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა, თუ საით მივდივართ, როგორ საზოგადოებას ვაშენებთ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ამ მომენტისთვის გულისხმობა უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მართლაც გადის ბეწვის ხიდზე და აქ უკვე ყოფნა არ ყოფნის მშვიდობის და ომის საკითხი დგას, რაც ბევრად უფრო პრიორიტეტული შეიძლება იყოს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ როგორც კი გავალთ სამშვიდობოს, როგორც კი უკრაინის ომი დამთავრდება, როგორც კი ეს გლობალური ძალები მოეშვებიან, აი აქ მორიგი ფრონტის გახსნას, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი იმის მერე, იმიტომ რომ ჩვენ ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს ადამიანმა, რომელმაც ამ საკითხების შესწავლას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო, ხო? თავის ერთ-ერთ ნაშრომში თქვა, რომ პოლიტიკა არის ეკონომიკის კონცენტრირებული გამოხატულება. ხო, ვიღაც შეიძლება მოწონს ლენინი, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ ის იყო დიდი მეცნიერი, ამას ვერაულით გვეც და ნებისმიერი ქვეყანა რო ავიღოთ ჩვენ პირველ რიგში ეკონომიკური რუსეთი არის პრინციპში ამ შემთხვევაში გამონაკლისი, მაგრამ ტრენდი რო ავიღოთ ხო გლობალურად ეკონომიკური სიძლიერე, ეკონომიკური პროგრესი, ეკონომიკური კეთილდღეობა ავტომატურად განაპირობებს პოლიტიკურ სიძლიერესაც და მიმზიდველობასაც და ასე შემდეგ და უფრო მეც გეტყვით ეკონომიკურ განვითარებაზე გადის ჩემი აზრით საქართველოს დეოკუპაციის და ამ ჩვენი ტერიტორიების უკან შემოერთების ერთადერთი გზა, რაც მე მესახება. ანუ აქ თუ საქართველოში თუ არ იქნა ისეთი ეკონომიკური ზრდა და ისეთი პროგრესი, რომ თვითონ ნებაყოფლობით ჩვენმა ოსმა და აფხაზმა ძმებმა მოინდომონ რეინტეგრაცია, სხვა მე ისეთ გამოსავალს ვერ ვხედავ. ამიტომ ეს არის ქვაკუთხედი, საქართველოს სამომავლო ქვაკუთხედი და აი ამ მიმართულებით ბევრი რაღაცა უნდა გაკეთდეს. ჩვენ შეგვიძლია მე ვისაუბროთ რა უნდა გაკეთდეს. საჭიროა პირველ რიგში ინდუსტრიული პოლიტიკის ჩამოყალიბება. საჭიროა დღესდღეობით არ არსებობს ფაქტიურად ინდუსტრიული პოლიტიკა და ჩვენ გვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც დრამატულად ვართ დამოკიდებული იმპორტულ საქონელზე. ჩვენ რო გადავხედოთ საქართველოს მაჩვენებლებს, თითქმის ყველა
დიდ ქვეყანასთან ან გაერთიანებასთან, ხო, გვაქვს უარყოფითი სავაჭრო სალდო, რაც ნიშნავს იმას, რომ ესე იგი, უფრო ბევრად უფრო მეც ვყიდულობთ, ვიდრე გადის. აი მაგალითად რო არ ამერიოს თურქეთთან არის ესეთი მდგომარეობა 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ვაჭრობა, აქედან 2.5 მილიარდი არის თურქული პროდუქციის იმპორტი საქართველოში. უფრო მეცაც გეტყვით, აი ხა რო თურქეთთან ალბათ ყველაზე დრამატული სურათი უნდა იყოს ეს. იმიტომ რომ აი ხა რო გახვიდეთ უბრალოდ აი თქვენ არ ვიცი შეამჩნევდით თუ არა ხილბოსტანშიც კი აი ელემენტარულ მაღაზიებში უკვე ჩნდება ნუ იქ ბერძნულ პორტოხალზე და იმაზე არ ვსაუბრობ მანდარინზე პოლონური ვაშლიც კი გამოჩნდა უკვე აი ვაშლი საქართველოში რამდენი ვაშლის სახეობა მოდის ხო ეს თავის მხრივ არის იმის დამსახურება რომ ყველასთან გვაქვს დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები კარგია იმ ქვეყნისთვის და იმ ქვეყნებისთვის, ვინც აწარმოებს საკმარის პროდუქციას ყველა სხვადასხვა დარგში. როდესაც შენ ფაქტიურად ვერაფერს ინდივიდუალურად ვერ აწარმოებ, შენთვის რა თქმა უნდა ეს არ არის კაი, იმიტომ რომ შენ აქ არ გაქვს საშუალება რომ რაღაცა დარგი იმას რაც უნდა შემოაგდე შენ აქედან ვერაფერი ვერ გაგაკეთე. ეგ არის ფაქტი. აი იცით რა მინდა გითხოთ მაგ თემას რომ არ გავწდეთ ასე ვთქვათ. აი იმპორტული პროდუქცია განსაკუთრებით გულსატკენია ხოლმე რო ხედავთ სოფლის მეურნეობის მე შარშანდელი ზაფხული მახსოვს უბრალოდ შარშანწინდელი ზაფხული იყო ეს როდესაც მთელ ჩვენს რეგიონში ნუ ამინდი ყველაფერმა იმას შეუწყო ხელი რომ ძალიან მაღალი უხვი მოსავალი იყო და მათ შორის საქართველოში აი საზამთროზე ნესვზე იყო მახსოვს კონკრეტულად ძალიან კარგი მოსავალი მაგრამ გლეხებს მოუწიათ რომ ეს პროდუქტი აი თქვენი ხმის არ იყოს მანდარინზე რაც თქვი გადაეყარათ იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი გავსებული იყო ირანული და თურქული საზამთროთი მაშინ როდესაც ქართულ გლეხსაც მოყავს ეს საზამთრო მაგრამ მას არ აქვს იმის საშუალება კონკურენცია გაუწიოს იმპორტულ საქონელს როგორ უნდა დაიცვას ასე დროს აი მე ვიცი რომ არსებობს მაგალითად ანტიდემპინგური კანონმდებლობა რომლის ინიცირებაც მათ შორის საქართველოს პარლამენტში რამდენჯერმე მოხდა მაგრამ მიღება არ მომხდარა როგორც მე ეს მახსოვს ან თუ ყოველ შემთხვევაში თუ მოხდა ინფორმით არ მომხდარა რომ ჩვენი მწარმოებელი გლეხი იყოს ამ შემთხვევაში დაცული აი ასეთი მიმართულებებით თუ ფიქრობთ თქვენ რომ საქართველოს მთავრობას ეკნება მომავალში მუშაობის შესაძლებლობა და თუ ხედავთ ჩვენს მთავრობაში ამ ხრივ რაიმე კომპეტენციის პრობლემას. რთულია ვისაუბროთ კომპეტენციის პრობლემაზე, იმიტომ რომ თქვენ თქმის არ იყოს აქამდე არ გვინახავს რაღაც ისეთ კონკრეტული გაკეთებული მიმართულება, რომ ან დაუწუნოთ, ან შევუქოთ, რაღაც ესე დრამატული ცვლილებები ჩვენს ეკონომიკაში არ ყოფილა, მაგრამ აი ამ ხრივ რა რეკომენდაციები გექნებოდათ მთავრობასთან თქვენ? სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სოფლის მეურნეობა არ არის ძირითადი ეკონომიკური განვითარებისთვის. მაინც ეს არის მეორე ხარისხოვანი. კი, სოფლის მეურნეობას აქვს დადებითი ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებული პირველ რიგში, მეორე რიგში ის, რომ შედარებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, იცი რა იწარმოება და ასე შემდეგ, იქ დიდი რაოდენობით ვისაც მოყავთ როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში რა ვიცი მანდარინი იქნება, ყურძენი იქნება თუ მოცვი ახლა მოცვის ბუმია ხო დასავლეთში თხილეული, კაია, მაგრამ ეს ვერ შექმნის ამინდს. ამიტომ ისევ და ისევ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოს რეინდუსტრიალიზაცია. აქ საქმე უნდა შეეხოს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას. აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაცია ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ესე ერთიან იმაში ვერ მოხდება და ერთობლივად ერთ დღეში, ეტაპობრივად აუცილებელია მეცნიერებადევადი დარგების განვითარება, ხო, სადაც ეს წინსვლა დამოკიდებულია ცოდნაზე. ანუ ეს ცოდნის ეკონომიკა, ხო, ანუ ეს თავის თავში გულისხმობს განათლების გარკვეულ რეფორმირებასაც განათლების სისტემის. იმიტომ რომ შენ IT სფეროს მაგალითად ვერ განავითარებ საქართველოში, თუ არ გაქვს შესაბამისი განათლების და სამეცნიერო ბაზა, თუ არ ყავს კარგი მათემატიკოსები, თუ არ ყავს კარგი ფიზიკოსები, ანუ თუ არ გაქვს შექმნილი ამისთვის ბაზა. და ზოგადად აუცილებელია ამ ტექნოლოგიური დარგების განვითარება, ხო, სადაც იქნება რეალური ღირებულება, იმიტომ რომ ტურიზმი, მშენებლობა და ასე შემდეგ ეს არის მაინც ისეთი დარგები,
რაც სხვაობას ვერ ქმნის, იმიტომ რომ იქ მოთხოვნა ბონუსი ეკონომიკის ხო, აი მაგალითად IT სფერო რო ავიღოთ ჩვენ, აი IT სფერო კონკრეტული, ხო? ეხლა IT სფეროს სახალისება როგორ შეიძლება აქ შეიქმნას მაგალითად სასათბურე პირობები ამ დარგისთვის. ეხლა მაგალითად რუსულ-უკრაინული ომის დაწყების მერე ბევრი კომპანია წამოვიდა როგორც რუსეთიდან, ისევე ბელარუსიდან, სადაც სხვათა შორის საკმაოდ განვითარებული იყო IT სფერო. ეს შესაძლებლობა იყო და ეხლაც არის ნაწილობრივ. ანუ აქ თუ შეუმცირებ შენ რაღაცა გადასახადებს აი ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს, რომ მათ ელემენტარულად აქ წამოიყვანონ არა ერთეული ფრილანსერი IT-შნიკები, არამედ თლიანად წამოვიდნენ. ამავდროულად თუ შექმნი რაღაც სახელმწიფო ფონდებს, სტარტაპებს, მათი მონაწილეობით თუ განსაზღვრავ შენ პრიორიტეტებს, თუ მიაქცევ მეტყურადღებას, განათლებას, ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. უბრალოდ ნებისმიერი მთავრობისთვის ეს ცოტა ძნელად მისაღები გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს ეხლა დღეს რო დაიწყებ შენ ამ განათლების რეფორმირება სისტემის, დღეს რო დაიწყებ ამაზე ფიქს, ეს ხვალდაზე ეგ შეიძლება არ ვერ მოგცეს ამას შედეგი. ეს არის უფრო გრძელვადიანი, ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ ჯერ რა არის ჩვენი გრძელვადიანი პერსპექტივა, უნდა იყოს ესე საზოგადოებრივი თანხმობა, საზოგადოებრივი კონსენსუსი, აი რა სახელმწიფოს ვაშენებთ, ხო? აი ესეთ სახელმწიფოს ვაშენებთ და მე ეტაპობრივად უნდა გადაიდგას ამისკენ აი ეს ნაბიჯები, მაგრამ ისევ და ისე დაუბრუნდები. ინდუსტრიალიზაცია, ხო, ეს არის აუცილებელი. ამის გარეშე ჩვენ ისეთი მომავალი არ გვექნება, როგორიც გვინდა. მესმის. კი ბატონო, დიდი მადლობა, დაუბრუნდეთ ბატონ თემურს. საუბრობთ ინდუსტრიალიზაციაზე და თან ამავდროულად საუბრობთ იმ პარადიგმაში, სადაც საქართველოს ჯერ კიდევ არის აი ისეთი სივრცის ნაწილი, სადაც მაგალითად პროტექციონიზმი მიიჩნევა დანაშაულად პირდაპირ, რომ ეს არ შეიძლება დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა რაღაც კონკრეტული მიმართულებების არ ღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, რაც არ შეიძლება რომ დაუშვას გრძელვადიანათო სახელმწიფომ მოგვისმენია ასეთი განცხადებები. ქვეყანაში სადაც აკრძალულია პროტექციონიზმიც და ვამბობთ რომ არ შეიძლება ეს გაკეთდეს და სადაც გვაქვს ისეთი საბანკო პოლიტიკა, როგორიც დღეს გვაქვს, სადაც ბანკების საკრედიტო პორტფელის 90% ალბათ ეს არის კერძო პირებზე გაცემული სესხი, იპოთეკური სესხები და ბანკი პირდაპირ არის заინტერესებული იმით, რომ მე მოვალემ ვერ გადაიხადოს ეს სესხი, რომ ქონება ჩაიგდოს, უძრავი ქონება ჩაიგდოს ხელში, აი ესეთი საბანკო სისტემა გვაქვს აწყობილი. რანაირად შეიძლება საქართველოში განვითარდეს ინდუსტრია, თუ კი ერთის მხრივ შენ გეუბნებია რომ არც სახელმწიფოსგან არ მიიღებ თანხას და მხარდაჭერას, იმიტომ რომ ეს პროტექციონიზმია და ვერც ბანკისგან ვერ იღებ ფულს, იმიტომ რომ ბანკების პოლიტიკა არის რომ რაღა ბიზნესი დავაფინანსო, აგერ მირჩევნია უკანასკნელი საქმიდან გამოვაგდო ადამიანი და მისი უძრავი ქონება ჩავიგდო ხელში. რა გამოსავალი აქვს ასეთ დროს საქართველოში მცხოვრებ საქმიან ადამიანს, რომელსაც უბრალოდ საქმის კეთება უნდა? საქმიან ადამიანში ბიზნესმენებს გულისხმობ, რა. ნუ ადამიანს რომელსაც დანარჩენი არა საქმიანი. მე გულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც სურვილი და პოტენციალი და მიდრეკილება აქვთ იმისკენ, რომ რაღაცა გააკეთონ ამ ქვეყანაში. მიდრეკილება ყველას აქვს. იმისკენ, რომ იმუშაოს თუ ის ასე იგი მიიღებს შესაბამის ღირსეულ ხელფასს და ღირსეულად იცხოვრებს. არ არსებობს. აი ჩემობაში ნახალოკაში გავიაროთ და რო ჩავივლით და ბირჟაზე როდგანან. აი მოდი იმათთან გავარჩიოთ ეს თემა, მე რამდენად იმათ რომ შენ დადებით მაგალითს, პრაქტიკულ მაგალითს თვალწინ დავუყენებ და ეტყვი რომ აგერ არის სამსახური, სამუშაო 8 საათი იმუშავებ და გექნება შესაბამის ღირსეული ხელფასი, ღირსეული დასვენის უფლება და ოჯახის დაოჯახების საშუალება, ბინის მიღების უფლება, რამოდენიმე წელიწადში და არა ათეულობით წლები. ყოველგვარი დაკრედიტების გარეშე, დაკაბალების გარეშე გექნება ყველა საშუალება იმისათვის, რომ დაფასებული იყო და ღირსეული იყო, რა თქმა უნდა, იმ ბირჟაზე ვინც დგას, ყველა აი ამ გზას აირჩევს. მე დარწმუნებულებ 1-2 ბოდიში და ესე იგი დეგენერატის გარდა. ასე რომ სახელმწიფო პოლიტიკა ძირეულად უნდა შეიცვალოს და ის ორიენტირებული უნდა იყოს მშრომელ ადამიანზე. დღეს სახელმწიფო პოლიტიკა არის ორიენტირებული ეგრეთ წოდებულ საქმიან ადამიანებზე, რომელსაც მე იმიტომ არ მომეწონა, რომ ვიცი რომ თქვენ შეიძლება ეს არ იგულისხმოთ, მაგრამ საქმიან
ადამიანებად თვლიან მხოლოდ ბიზნესმენებს. აი მათ აქვს საქმე, მათ აქვს ფული და იქიდან გამომდინარე აქვს საქმე. ვინც თავის დროზე იშოვა ფული, საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს, აი პრივატიზაცია რო იყო, აი იმ პერიოდში ისინი გამდიდრდნენ და მათი შვილები და შვილიშვილები. ესენი არიან ეგრეთ წოდებული საქმიანი ადამიანები. ყველა დანარჩენი ამ საქმიან ადამიანებში არ გადის. სამწუხაროდ აი ამ ტერმინს აი ეს ესე იგი შინაარსი მიეცა სამწუხაროდ. რაც შეეხება მე ახლა ბიზნესის წინააღმდეგ კი არა ვარ, პირიქით, ძალიან ბევრია ფულიანი ხალხი და ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ჩადება, რომელსაც უნდა ადგილობრივი წარმოების აღორძინება. დაუშვათ სოფლის მეურნეობა. დაუშვათ მეცხოველეობა, დაუშვათ ადგილობრივი, ესე იგი რძერო აწარმოოს და იქიდან ყველი აწარმოოს ადგილობრივი. და ეს იყოს მთლიანად ნატურალური და გაიყიდოს ადგილზე ისეთ ფასად, რომელიც ნორმალურია ჩვენი მოსახლეობისთვის. ასეთი ბიზნესმენები არიან. მაგრამ ეგერ შემოვიდა ირანიდან, შემოვიდა ბატონო ჩემო, ეგრეთ წოდებული რძის მხნილი, ძალიან იაფად. ვიღაცამ შემოიტანა ეს მის იმპორტი განახორციელა ფართო მასშტაბით და სისტემატურად ხდება და ისეთი აი დემპინგურ ფასებია, ხო? ისეთი პირობები შექმნა, რომ აი ამ ბიზნესმენი, რომელიც ადგილზე არის, რომელიც მოწადინეობილია ნატურალური წარმოება, ესე იგი, რძის პროდუქტების ორგანიზება გაუკეთოს, იმის ბიზნესი გახდა წამგებიანი. ასე რომ ამას ჭირდება ის პოლიტიკა, რა პოლიტიკაც მიმართული იქნება სამამულო წარმოების სტიმულირებისკენ. ეს იქნება ბიზნესმენის ფულით გაკეთებული კერძო ადგილობრივი ესე იგი ინვესტიციით. თუ სახელმწიფო ინვესტიციით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ბიზნესმენს ჭირდება სურვილი აქვს, აი მეღვინეები მაგალითად. დღეს მეღვინეებმა, იმ ბიზნესმენებმა, კი, ისინი არიან კაპიტალისტები, მაგრამ მაგათმა გადაარჩინეს ასე თუ ისე მეღვინეობის დარგი საქართველოში. იმიტომ რომ დამოუკიდებლად გავიდნენ რუსეთის ბაზარზე, აი ომის პირობებში, ომამდე, მანამდე, აი მიუხედავად ძალიან მძიმე ურთიერთობებისა, მათ დაიმკვიდრეს თავი, ასე თუ ისე რუსეთის ბაზარში და ჩვენ მევანახაობა და მეღვინეობა მათი წყალობით გადავარჩინეთ, აი ამ კაპიტალისტურ პირობებში. მაგრამ თუ სახელმწიფო სტიმულირებას გააკეთებს ისე რომ აქ შესაძლებელია დაუშვათ თანა ინვესტირებაც. სახელმწიფო გავოვიდეს როგორც თანა ინვესტორი იმ კერძო ინვესტიციასთან ერთად. არა აუცილებელი ადგილობრივი იყოს ის ინვესტიცია, იყოს უცხოური ინვესტიციაც. თუ ის მოდის ადგილზე, ესე იგი, რეალურ ეკონომიკაში, რეალური წარმოების დასაფუძნებლად, რა თქმა უნდა, მას ხელი უნდა შეეწყოს. და მე მაინც იმის მომხრება, რომ სახელმწიფო შესაბამისი საბიუჯეტო პოლიტიკა განახორციელოს ეკონომიკის სამინისტრომ, რომ მან ესე იგი განსაზღვროს პრიორიტეტები, მათ შორის პირველ რიგში მე ახლა გიორგის ცოტა შევედავები ცოტა არ იყოს, სოფლის მეურნეობა გასაგები ეს არის გრძელვადიან ეტაპზე, რაც უნდა გავაკეთოთ, რომ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია უნდა შეიქმნას, რომელიც მოიტანს, რა თქმა უნდა, ძვირი წარმოებები უნდა დავნერგოთ იმისათვის, რომ ეროვნული შემოსავალი იყოს აქ. დეგეგი აქ შეიქმნას. ეს გასაგებია, მაგრამ დღეს ამის საშუალება რო არა გაქვს, ჩვენ სოფლის მეურნეობა, მე მაინც გონია, რომ სოფლის მეურნეობა არის ეს მიმართულება, სადაც არის სწრაფი წინსვლის საშუალება, შესაბამი შედარებით მცირე რესურსების საშუალებით. და ამ მიმართულებას უნდა მიეხედოს სოფლის მეურნეობაც ინდუსტრიალიზაციას საჭიროებს. იქაც შეიძლება მაღალტექნოლოგიური წარმოებების დანერგვა. შესაძლებელია მწვანე წარმოების დანერგვა, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების დანერგვა, რომელიც ექსპორტზე გავა. აი ეს გავა ექსპორტზე ევროპის იმაში დაუშვათ. აი ბატონო ტიმურ, ბოდიში კიდევ ერთი აქ ჩვენ შეიძლება მივხედოთ მათ შორის ტურისტსაც. ადგილზე შესაძლებელია შიდა ბაზრის ათვისება ადგილობრივი წარმოებით. აი, ნუ ახლა ცოტა ზოგადად ვლაპარაკობთ. რომ ადგილზე იწარმოოს კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, მწვანილი ბატონო ჩემო, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ის ტურისტი რო ჩამოვა, ჩამოს ქართული პროდუქცია შესავაზო და არა იმპორტი. რესტორნებში
და სასტუმროებში, აი სასტუმროს სასადილოებში დაუშვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული პროდუქცია იყოს, ქართული ხორცი, ქართული ძის ნაწარმი, ძის ნაწარმი ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც აი რაღაც გარკვეული პროცენტი რომ ჩვენი ის პროდუქცია იყოს იქ მოხმარებული. და რა თქმა უნდა ექსპორტი ჩვენ უზარმაზარი მეზობელი ქვეყანა ყავს, რომელსაც იცნობს ქართულ პოზიციას და მოთხოვნებიც არა აქვს ისეთი პროდუქციაზე. საიმპორტო პროდუქცია, როგორც არის მაგალითად მოთხოვნები ევროპის ბაზარზე. აქედან ადვილია, ახლა მე შეიძლება რაღაცამ თქვას, რომ აი რუსეთის ისა ვარ, რა ქვია რაღაცა. არა, ბატონო, ეკონომიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე. მარტო რუსეთზე არა აქვს საუბარია პოსტსაბჭოთა სივრცეზე, საუბარია ყაზახეთზე, საუბარია ყაზახეთსაც აქვს ჩრდილოეთის ესე იგი რეგიონები, ცივი რეგიონები, შედარებით ცივი, სადაც ჩვენი პროდუქცია ასეთ ვისე გაიყიდება, ჩვენი ხილი, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ასე რომ პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს არა იმის მიხედვით, ვის რა ინტერესები გააჩნია ეკონომიკური და დღეს ეკონომიკური ინტერესები ვის გააჩნია, ვისაც ფული აქვს. ვინ არის ფულიანი ხალხი? ბანკირები და ის ხალხი, ვინც აი ამ იმპორტს ახორციელებს. იმ იმპორტს, რომელიც სჭარბობს ჩვენს ექსპორტს. სპეკულიანტებს რო ეძახდნენ კომუნისტები დაახლოებით, მაგრამ სპეკულანტს ვერ დაუძახებ, ძალიან მსხვილი სპეკულანტები გამოდიათ. ხო და აი ეს უნდა დამთავრდეს, უნდა სახელმწიფო უნდა შევიდეს ეკონომიკის ყველა სფეროში, როგორც სუბიექტი. ყველა სფეროში. უნდა შეიქმნას სახელმწიფო მიერ ორგანიზებული საწარმოთა სისტემა ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში, იმპორტის სფეროში, ფარმაცევტულ სფეროში. ძალიან ბევრს იქ სადაც დაუშვათ არის ფარმაცევტული კომპანიები დაუშვათ. ყველა კერძოა. ქართული. რატო არ შეიძლება სახელმწიფო შეიქმნას? თან უდიდესი ფასნამატები აქვთ რა, იქ სხვადასხვა შედარებებს რო აკეთებენ, იმდენად მაღალი ფასნამატები აქვთ, რომ ეს ხო არ არის ჩვეულებრივი სფერო, ხო, ეს არის სენსიტიური სფერო, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, ხო, შეიძლება შენ თქვა, რომ რაღაცა iPhone-ს რო ყიდი და რაღაცა ლეპტოპებს და ტელეფონებს კი თუ არ გაქვს საშუალება, ნუ იყინი, მაგრამ ეს არის აუცილებელი და აი ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს ძალიან ხისტი რეგულაციები უნდა ქონდეს და სახელმწიფოც უნდა შემოვიდეს აქ მე. აი გიორგისთან მაქვს შეკითხვა და თვითონ დამთავრებად. გიორგი, შესაძლებელია ამ პირობებში, აი ამ გარემოში ეკონომიკურ საქმიანობას ისეთი პირობებია შექმნილი ანტიმონოპოლიური სტრუქტურით დაარეგულირო ფასები თუნდაც აი იმაზე რა ქვია მედიკამენტებზე ან სხვა ფასებზე ანტიმონოპოლიური რომელიც არის ძალიან ძნელია იმიტომ რომ ესენი ხშირად პოულობენ ასე ვთქვათ კანონმდებლობაში ლაზეიკებს რო ეძახიან კანონმდებლობაში არსებულ ხრელებს და შემოვლითი გზებით მაინც ახერხებენ საწვავის ფასები ვთქვათ აი საწვავის ფასებზე შეიძლება ანტიმონოპოლიური სამსახური ეფექტური იყოს საწვავის იმპორტიორებთან და მის ესე იგი საცალო ვისაც მიწყიდის არა საწვავის ბენზინს იმათ წინამდე თუ შენ არ შეხვალ როგორც სახელმწიფო იქ როგორც მოთამაშე როგორც სუბიექტი ხო ერთ-ერთი იმპორტიორი ერთ-ერთი ამის ესე იგი მიმწოდებელი ასე ვთქვათ აი ამ საწვავის ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ მე ზოგადად შეიძლება რადიკალური პოზიციაა ეს, მაგრამ ეგეთი აი კონკრეტულად საწვავზე, შენ თან მით უმეტეს საწვავი ეს არის ისეთი რამ, რაც საქართველოში არ მოიპოვება, ყველა ვარიანტში იმპორტი იგვიწევს და უნდა შემოვიტანოთ. მე პირადად ესე შეხედულება მაქვს, რომ ეს არის ის საქმე, რომელიც მარტო სახელმწიფომ უნდა, იმიტომ რომ ენერგია ეს არ არის ისეთი რამ, რაზეც შეიძლება ადამიანებმა ფული აკეთონ, იმიტომ რომ ენერგია დღეს ყველა სჭირდება, ყველაფერში, რო იარსებო, რო იცხოვრო, სჭირდება ენერგია, ხო? გადაადგილება გინდა, რაღაცა გინდა, შუქი გინდა, დენი გინდა, გაზი გინდა, ყველა არ შეიძლება რომ ამ სფეროში არსებობდეს მონოპოლიები, რომლებიც ხალხს ყლიფავენ პირდაპირ. იმაში რაც არის პირველადი საჭიროება. სახელმწიფო, იმიტომ გვინდა ჩვენ რომ ზუსტად ესეთ სტრატეგიული დარგებში ვიყოთ დაზღვეული, რომ ვიღაცა მილიონერის ჯიბეზე კი არა ვარ დამოკიდებული, მე ხვალ საწვავი მექნება თუ არა. სახელმწიფო, იმიტომ მინდა გარანტირებულად მექნება საწვავი, გარანტირებულ ფასში. და ამაში ვიღაცა კი არ გამდიდრდება, ჩემი სახელმწიფო, ამით არა მხოლოდ საწვავი, შეიძლება ჩვენ რამოდენიმე სახის პროდუქტი დავუშვათ 10, 20 25 განსაზღვროთ, რომელიც ასე მაგალითად პური. მაგალითად და პურის ხორბალი, რომელიც შემოდის. პურ პროდუქტები, კი ბატონო. არა, არის სტრატეგიული. პურზე ფასები არ უნდა დაარეგულიროს სახელმწიფომ გარანტირებულად. ან რაპორტს ვჭამთ ჩვენ.
არის ხარისხიანი პური. ის პური ჩვენს ჯანმრთელობას ხელს უწყობს თუ პირიქით. და ასეთი სახალხოს პროდუქცია არის ძალიან ბევრი. საერთოდ ჩვენი პროგრამა პარტიის პროგრამაში არის, ჩვენ ვერ მივახციეთ, რომ პარტიის პროგრამა მიგვეღო დაუშვათ გლობაზე და იმედია რომ მივახცევთ. იქ ჩვენ ერთ-ერთი დებულება ასეთია, რომ შეიქმნა სახელმწიფო ფონდი, კვების პროდუქტების სახელმწიფო ფონდი შეიქმნას. ძალიან საინტერესოა. და ისეთი სტრატეგიული პროდუქცია, როგორც საწვავისაც უნდა შეიქმნას ფონდი. იმისათვის რომ ჩვენ ჯერ ერთი ფასები დავერეგულიროთ და იმისათვის რომ უკიდურესად ღარიბ მოსახლეობას თუნდაც ეს კვების პროდუქტები უფასოდაც კი მიეწოდოს. ეს არა მხოლოდ კვების პროდუქტებს, არამედ მედიკამენტებსაც ეხება. რა ჭირდება ამაზე? ეს ბიზნესმენი და ბიზნესი ამას გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, არ გადაწყვეტს. ამას გადაწყვეტს მხოლოდ სახელმწიფო. და შესაბამისი კანონმდებლობა უნდა იყოს შემოღებული. უნდა იყოს შეცვლილი საერთოდ ეს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შევცვალოთ. შევხედოთ ტრამპს რას აკეთებს. და ავიღოთ მისგან მაგალითი. პროტექციონიზმი რო არის, აქ დაუშვათ. როგორც უდიდეს სოდვად აღიარებული და მიჩნეული, ეგ თავარი პროტექციონისტი მოვიდა ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მართველი და პროტექციონისტური პოლიტიკა არის შეერთებულ შტატებში. იმისთვის რომ დაიცვას საკუთარი ახლა ამოქმედება უკვე აი პირველი იმიდან მარტიდან ის ტარიფები, რომელიც მან დაუწესა როგორც ევროკავშირს, ისე თავის მეზობლებს კანადას და მექსიკას. კი ბატონო. გიორგი, მოდით კითხავთ, ნუ პირველ რიგში მინდოდა კონკრეტულად აი მედიკამენტების პრობლემაზე მეთქვა აქ ჩვენმა საზოგადოებამ. შეიძლება არ იყოს ამ სფეროში კიდევ უფრო მეტად ინფორმირებული და რაზე ვსაუბრობ? ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აი მედიკამენტებში არის მაგალითად მონოპოლიები და რა თქმა უნდა არის მონოპოლიები, რამდენიმე კომპანიას აქვს ხელში ჩაგდებული ეს ბიზნესი და ყლიფავენ ხალხს უზარმაზარი ფასნამატებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენმა მოსახლეობამ რო იცოდეს ის, რომ საქართველოში წამალი ღირს ასეთი ძვირი და ჩვენი კანონმდებლობით წამლის ესე თავისუფლად შემოტანა დაშვებული არის მხოლოდ ევროკავშირიდან, ასევე იაპონია და ისრაელია მანდ დამატებული. ეს რატო ხდება? ეს არ არის მხოლოდ ქართველი ასე ვთქვათ იმპორტიორების ბრალი, ესეც რომ ვიცოდეთ. ჩვენ ნუ ამ ჩვენი გეოგრაფია გვაქვს ისეთი, როგორც ჩანს, რომ ეს არის თან ჩვენი პლუსის და თან ამავდროულად წყევლაც. როდესაც შეიქმნა მსოფლიოში ეს ფარმაცევტული კომპანიები და დაიწყეს მათ მასიური სახე მიეცა მედიკამენტების წარმოებას, მათ მუდმივად პირველ რიგში ეს მოხდა რა თქმა უნდა ევროპაში და მათ მუდმივად ჰქონდათ ესეთი პოლიტიკა, რომ რუსეთში კონკრეტულად და რუსულ სივრცეში წამალს ყიდიდნენ ყოველთვის 7 ჯერ უფრო ძვირად ვიდრე საკუთარ ქვეყნებში. საქართველოს ვინაიდან ამ შემთხვევაში წარმოადგენს რუსეთის მეზობელ ქვეყანას, იმ კომპანიებმა კი იციან ახლა რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ცალკე ქვეყანა ვართ, მაგრამ მათთვის, იმიტომ რომ რუსული ბაზარი არ დაზარალდეს, იმიტომ რომ შემდეგ რუსეთში იაფად არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროპული წარმოების სწავლები, ამიტომ საქართველოსაც აძლევენ 7 ჯერ უფრო ძვირ ფასში. იმიტომ არის რომ გერმანული წამალი რაც ღირს გერმანიაში, საქართველოში დაახლოებით 7 ჯერ შეიძლება 10 ჯერ კიდევ უფრო ძვირი ღირდეს, იმიტომ რომ აქ ეს ოქრიაშვილები და სხვადასხვა მონოპოლისტები კიდე ზევიდან ამატებენ ამ ყველაფერს თანხას და საბოლოო ჯამში საქართველოს ამიტომ იჩაგრება რომ ჩვენ უბრალოდ იმისთვის რომ ევროპული კომპანიებისთვის რუსული ბაზარი არ დაზარალდეს საქართველოსაც აძლევენ ძვირ ფასებში. ეგ პრობლემაა აქ და ამ ხრივ რა თქმა უნდა აქვს ქვეყანას ბევრი სამუშაო და მაგალითად თურქული ბაზრის წესიერი ათვისება ალბათ მაგ ხრივ იქნებოდა გამოსავალი. მაგრამ რო და არ მოუწყდეთ საკითხს და გამიგრძელდა ცოტა არ იყოს სიტყვა გიორგი რა მინდოდა მეკითხა თქვენთვის. ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ვისაუბროთ გამოსავალზეც. საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი დიდი ხანი და ჩვენ პოლიტიკური სპექტრის დიდი ხანი ამაში გვარწმუნებდა, რომ აი ამ ყველა პრობლემიდან გამოსავალი საბოლოო ჯამში ეს არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია და როდესაც დადგება ეგ ნანატრი დღე, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის რო დაბრუნდება შინ ევროპაში, ყველა ეგ პრობლემა თვალის დახამხამებაში გაქრება. რამდენად აი ბოლო პერიოდის მოვლენები ჩვენ გვარწმუნებს, რომ უკვე როცა როგორც ჩანს ფართოდ უნდა გავახილოთ თვალი და დავიწყოთ მაგ ყველაფერზე მსჯელობა. არის კი რეალურად ეს ასე? არის ევროინტეგრაცია, ან იყო როდესმე ევროინტეგრაცია საქართველოსთვის აი ამ პრობლემებიდან თავის დაღწევის მექანიზმი. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინანდელი მოვლენა გვაქვს თვალწინ ბულგარეთის სახით, სადაც ბულგარეთში განვითარებულმა მოვლენებმა მოსახლეობა, ჩვეულებრივი მოსახლეობა დაესხა ფაქტიურად თავს ევროკავშირის წარმომადგენლობას, აელჩოს ესროლეს იქ მოლოტოვის კოქტეილები და ეს პროტესტი იყო რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი წმინდა სოციალური
მოვლენა. ანუ ზუსტად სოციალური პრობლემების გამო გადადგეს ბულგარელებმა ეს ნაბიჯი და ისინი არიან უკიდურესად უკმაყოფილო საკუთარი სოციალური გარემოთი. არადა ეს ქვეყანა 18 წელია უკვე ევროკავშირის წევრია. ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ, რამდენად ჩვენთვის უნდა იყოს ეს ყველაფერი მაგალითი და რამდენად კარგად არის ეს თემა საქართველოში განხილული, გასაჯაროებული, ზოგადად აი საზოგადოება რამდენად ინფორმირებულია, რას გვაძლევს რეალურად ევროინტეგრაცია. ევროინტეგრაცია შეიძლება იყოს ინსტრუმენტი რაღაცის მისაღწევად, მაგრამ ამ ხალხმა გულისხმობ იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, ეს გახადა თვითმიზანი. ანუ ეს გახადა რაღაცა რელიგიური მრწამსის დონეზე აიყვანა. სამწუხაროდ ეს big pharma, რაც თქვენ ძანეთ, ხო ეს ამერიკაშიც არის ძალიან ფესვგადუმული და იქ ლობისტების და აუარებელი თანხების დახმარებით მთელი ესეთი სქემებია კორუფციულ, ესეთი ჩახლართული, ასევე ევროკავშირშიც და იგივე ყველაზე დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციები რო ავიღოთ, აი ამ big pharma, ეგრეთ წოდებულ სამედიცინო სფეროში ვინც მოღვაწეობს, ისინი ხო მოდიან პირველ რიგში შეერთებული შტატებიდან და იქედან მოდის ბევრი მანკიერი პრაქტიკა. კი, აქ რაღაცეების რეალურად საკანონმდებლო დონეზე რეგულირება შეიძლება, მაგრამ ის მანკიერი პრაქტიკა, რომ დაუშვათ ექიმი პაციენტს უწერს რაღაც წამალს იმის მიხედვით, რომელი წარმოებისგან რა ბონუსი ერიცხება, ხო, ეს საქართველოშიც არის ეს პრაქტიკა, მაგრამ ეს მოდის ჩვენთან დასავლეთიდან სამწუხაროდ. ეხლა მე არ ვიცი ნამდვილად როგორ რა ასაღები ფასები აქვთ ამათ, მაგრამ ფასნამატები რომ მაღალია, ეს ცხადია და ამას ორი აზრი არ გააჩნია და შესაბამისად სამედიცინო სფეროს მუშაკებმაც უნდა შეადარონ, ხო, რუსული წამლები. მე ვიცი რომ ბევრი რაღაც ევროპული წამალი რო შეადარო ინდური წარმომავლობის წამალს, ინდური ღირს ხანდახან 3-ჯერ 4-ჯერ უფრო იაფი, ხო? უნდა შეადარონ რამდენად ხო არის რა მის სამინისტრო და მე მან მაგ რეცეპტია ეს პირდაპირ მართლა ოღონდ რომ თურქეთი გვაქვს, აგერ თურქეთი თვითონ აფინანსებს საკუთარ წამლის წარმოებას, იმიტომ არის თურქეთში ძალიან იაფი და ცოტა პარაზიტობა კი გამოდის ჩვენი მხრიდან, მაგრამ ეგ არის გამოსავალი რომ კანონმდებლობამ უნდა დაუშვოს ჩვენთან ამდენი ხანი აკრძალული იყო, მე ღარიბაშვილის დროს ცოტა გამარტივდა ეგ. კანონით გვაქვს აკრძალული თურქეთიდან წამლის შემოტანა, როდესაც ჩვენს გვერდზე არის სახელმწიფო, რომელიც არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ დაზარალდნენ ეს მონოპოლისტები. ხო, ვერ მოგახსენეთ, მაგრამ მე რაც ვიცი კიდე არის ის რომ აგერ აი ორი მთავარი მონოპოლისტი ვინც ყავს ქართულ ეკონომიკაში, ხო, TBC ბანკი და საქართველოს ბანკი. რეალურად არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ არაპროფილური ბიზნესის ფლობა. მათ, როგორც TBC-ს ჯგუფს და ისევე საქართველოს ბანკს, გააჩნიათ არაპროფილური ბიზნესი თითქმის ყველა სექტორში. იგივე ჩიპისები და რაღაცები, საფთიაქო ქსელი აიღე, დეველოპერული კომპანიები აიღე, სადაზღვეო კომპანიები აიღე და ფაქტობრივად ესენი ერთგვარი წურბელები არიან საქართველოს ეკონომიკისთვის და საქართველოს განვითარების მუხრუჭია. აი ესენიც უნდა აიგრძალოს, უნდა გადარეგულირდეს ეს ყველაფერი ელემენტარულად იმ წამლების წარმოებაზეც დაიწყოს ფიქრი, რაზეც დიდი მოთხოვნაა და რაც არ არის დაკავშირებული რაღაცა მეცნიერულ აღმოჩენებთან, ხო? შეძლების დაგვარად რისი წარმოებაც მარტივია. ამიტომ კომპლექსურად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ეხლა თქვენ კიდე მკითხეთ იმას, ევროინტეგრაციის საკითხზე და ბულგარეთში მიმდინარე მოვლენებზე. აი ბულგარეთის და რუმინეთის მაგალითი გვიჩვენებს, ეხლა 2014 წლის შემდეგ არიან თუ არ ვცდები ევროკავშირის წევრები. ბულგარეთი მაგალითად არის ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით MშՊ და სხვა მაჩვენებლები რო არის აიღოთ ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. რამდენიმე 2014 წლიდან აი ეხა გახდნენ ეს ორი ქვეყანა შენგენის ზონის სრულფასოვანი წევრი. ანუ იქამდე ფაქტობრივად ამათ არ ქონდათ სხვა ქვეყნებში ესე ლეგალურად წასვლის და მუშაობის საშუალება და ასევე არ იყო ბულგარეთი ევროზონის წევრი. ეხა ეს ნებათა ღელვა ბულგარეთში გამოიწვია ევროს როგორც ევროზონის წევრობა ნიშნავს იმას, რომ ევროს შემოღებას, როგორც ეროვნული ვალუტის შემოღებას და
მათ აქვთ შიში, საფუძვლიანი შიში, რომ ცხოვრების დონე გაუძვირდებათ. ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბულგარეთი და ამ ყველაფრის მიუხედავად კიდევ როდესაც არის იმის რისკი, რომ გაუძვირდეთ ცხოვრება, ბუნებრივია, რომ ეს იწვევს უკმაყოფილებას. მერე ჩვენ ვნახეთ ძალიან ისეთი კადრები, როგორ შეუვარდნენ იქ ევროკავშირის ოფისში ოცხები ეს როლის ცეცხლი წაუკიდეს რაღაცა და ყველამ დააგმო ურსულა ფონ დერ ლაიენმა და სხვა ევროჩინოვნიკებმა და იმარა ის არ შეიძლება და აქ პარლამენტს რო ცეცხლს უკიდებდნენ და ქვებს რო ესროდნენ და არბევდნენ ეს შეიძლება ეს თავისუფალი პროტესტია და თავისუფლების გამოხატულება და იქ თურმე არ შეიძლება ხო ამასაც ვაწყდებით რუმინეთში ძალიან მძიმე ვითარება ეხლა რუმინეთი ისედაც უფრო დიდი ქვეყანაა მოცულობით და მოსახლეობით და მისი რატაშორის ერთმა კარგმა ეკონომისტმა ერიკ რეინეტმა თქვა თავის დროზე რომ საქართველოზე თქვა მე მგონი და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე როცა საუბრობდა უბედურება ის არის რომ თავარი საექსპორტო ასე ვთქვათ პოზიციაო აი ამ ქვეყნებშიო თქვენთანაც არის ადამიანური რესურსიო ხო როგორ გადის იგივე სამუშაო ძალა აქედან აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპიდან ჩრდილოეთ ევროპაში და ეს როგორ არის შრომითი მიგრაცია. და რო დაუბრუნდეთ ისევ ევროინტეგრაცია აქ იქცა რაღაც მანიათ, იმიტომ რომ ევროინტეგრაცია შენ გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებს. ის რამდენად მიგიღებს ევროკავშირი და როდის მიგიღებს მაგაზე არ ვისაუბრებ, ეს თემაა. მაგრამ აგერ მიიღო ბულგარეთი, ამდენი წელი გავიდა და აბა შევხედოთ რა ხდება ბულგარეთში, როგორ იცვლება ეკონომიკა, რამდენად კმაყოფილია ხალხი, ხო ჩვენ ხო არ ვისაუბრებთ, აიღეთ ნებისმიერი კვლევა და ყველაზე უბედურები არიან ბულგარეთის მოსახლეობა. ყველაზე ნაკლებად კმაყოფილები არიან რეალურად ბულგარეთის მოსახლეობა ევროკავშირის მიერ გატარებული პოლიტიკით. რატო ეს ევროკავშირი აკეთებს რამეს? ეს ხო მათ ყველაზე მეტად უნდა შეხებოდა. არა, ევროკავშირი ამ უსამართლოდ რა ფორმითაც დღეს ახლა ევროკავშირი მოღვაწეობს და რა პოლიტიკასაც ეწევა, ეს არის პირველ რიგში ანტიჰუმანური, ანუ ანტიჰუმანური გულისხმობ რას? ეხლა ბოლო წლების განმავლობაში რა არის? ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, ანუ მთავრობებს პირდაპირ თხოვენ, რომ შეამცინონ ხარჯები ჯანდაცვაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ზოგადად განათლებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამის მაგივრად გაზარდონ დაუშვათ თავდაცვის ბიუჯეტი, სამხედრო ხარჯები. ის რითი ცნობილი იყო თავის დროზე ევროპას, ხო, ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოები. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ბარდება წარსულს. მეორე ის, რომ არც ევროკავშირის წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ აქ ვიღაცა წარმოების განვითარებას დაიწყებს. ესეც შენი გასაკეთებელი საქმეა, შენი მთავრობის და ჩვენი მთავრობის. ეს თუ ჩვენ არ გავაკეთეთ, არავინ ამას ჩვენს მაგივრად არ იზავს. ეხლა რა ხდება რუმინეთში საერთოდ დემოკრატია გააუქმეს და არჩევნები გააუქმეს ევროკავშირის და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირდაპირ მინიშნებით. ეს რაც ეხლა დღეს ხდება რუმინეთში, ეგ არის წარმოუდგენელი. ჩვენ რა, აგერ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი როცა იყო ჩასული მიუნხენის კონფერენციაზე, ორი კვირის წინ თავის გამოსვლაში 30 წუთიან გამოსვლაში 4-ჯერ ახსენა რუმინეთი და ის რაც ეხა დღეს ხდება რუმინეთში, ეს არის პირდაპირ დემოკრატიის გაუქმებაო და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაო, ხო? ადამიანმა კელინ ჯორჯესკუმ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, არავინ მას რეალურ ფავორიტად არ მიიჩნევდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით და აი ამ ხალხს ისევე როგორც ბულგარეთში, ასევე რუმინეთში იმდენად ყელში ამოუვიდა ეს ბრიუსელის პოლიტიკა, ეს ევროჩინოვნიკების ესე თითისქნევით საუბარი, რომ აიღო და მიცა ხმა მათთვის აქამდე ისე დიდად უცნობ პოლიტიკოს. ეხლა ამას ედავებოდნენ, რომ გინდა თუ არაო იქ TikTok-ზეო სარეკლამო კამპანიას რო აწარმოებდეო, იქ რაღაცა რუსული აკაუნტებით ხდებოდა დარეკლამებაო, იმაშიო, იმის ხარჩაღრიცხვაო არ იყო გამჭვირვალება, რაღაც მოგონილი მიზეზებით ფაქტიურად ეს არ იკმარეს, არჩევნების შედეგები გააუქმეს, როდის იქნება მომავალი არჩევნები ჯერ არ იციან და ადამიანს ეხლა ჯერ ემუქრებოდნენ და ეხლა თურმე აღმოუჩნდა რამდენიმე მილიონი დოლარი სახში ქეშად. ხო აი, რა ვიცი, რაღა უნდა მოხდეს და ჩვენ
იგივე სხვა ქვეყნების, ხო, აი პოლონეთ უნდა გავიგოთ ისე, აი მოდით რუმინეთს ნუ გავწდებით ერთი წამით ვისაუბროთ ამ თემაზე. რამდენიმე კვირით ადრე, ნუ 2 კვირით ადრე მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ ძალიან მკვეთრად გამოხატა თავისი პოზიცია, რას ფიქრობს ამ რუმინეთში განვითარებულ მოვლენებზე. მე პირადად გამიჩნდა ისეთი აზრი, რომ ნუ ამის შემდეგ მაინც რაღაც სურათი შეიცვლებოდა. სურათი შეიცვლებოდა კი არა, ამის პასუხად, ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციის პასუხად საერთოდ დაიჭირეს ეს კანდიდატი ახლა რუმინეთში და ეგ რას ნიშნავს, ანუ რატო ეს არ არის დაუშვათ ანტიამერიკული პოლიტიკის ძალიან მკაფიო გამოხატულება, ამისი თქმა აჯანყება ამერიკის წინააღმდეგ თუ აი რა. არა, ეხლა რა ტრენდია ევროპაში, ხო? ეს მარტო რუმინეთში ხო არა, ის ტრენდია, რომ ის პოლიტიკოსები, ის პარტიები, ვინც პირდაპირ დღის წესრიგში აყენებენ ეროვნულ სუვერენიტეტს, ვინც აპელირებს ეროვნული ინტერესებით, ჩვენ ხედავთ, რომ მათზე მიმდინარეობს ერთგვარი შტურმი, თავდასხმა. საფრანგეთში, აგერ მარინ ლეპენი, ხო? რომელიც არის კონსერვატიული პარტიის სახალხო ფრონტის, ეროვნული ფრონტის თავმჯდომარე, მის წინააღმდეგ საქმე დაიწყო, საქმის გამოძიება დაიწყო ფრანგულმა სასამართლომ 10, 15, 20 წლის წინანდელ ამბებს εδავებიან, რომ ევროპარლამენტში გაფორმებული ყავდა თურმე მის თანაშემწეებად ესე ვთქვათ პარტ-აქტივი. აი ამის გამო ედავებიან და შეიძლება დაიჭირო. რა ხდება გერმანიაში, სადაც ეხლა რამდენიმე დღის წინ ეხლა ამ კვირას იყო არჩევნები და გაიმარჯვა რისვაივაგლახით ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, მაგრამ ყველაზე სოლიდური ზრდა აჩვენა AfD-მ, ალტერნატივა გერმანიისთვის. იქ არჩევნებამდეც და ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება, პირდაპირ ბუნდესტაგში დღის წესრიგში დგას ამ პარტიის აკრძალვა. ამ პარტიის აკრძალვა. მეორე ადგილზე გასული პარტია. მეორე ადგილზე გასული. ორჯერ მეტი ხმა მიიღო ვიდრე წინა არჩევნებზე. კი ბატონო, ეს არის 21% აიღო 20.7%. ეხლა რა ხდება რუმინეთში? რუმინეთში მოიგო არჩევნები იმ ადამიანმა, რომელიც იძახდა, რომ მე არ მინდა არ უჭერ მხარს ანტირუსულ სანქციებს, იმიტომ რომ ეს ავნებს ჩემს ეკონომიკას. ეს ხო არ არის, ეს არის საღიაზრი უბრალოდ, ხო, რაციონალური მიდგომა საკითხისადმი. მე არ უჭერ მხარს ამ სანქციებს, იმიტომ რომ ეს მემაზარალებს, მე არ მინდა რომ რუმინეთის სამომავლო შეიძლება გადაიქცეს პოლიგონად ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში და შეგახსენებთ, რომ რუმინეთში ნატო უკვე გეგმავს და დაწყებულია ეს პროცესი, უდიდესი სამხედრო ბაზა შენდება ევროპაში. ანუ რამშტაინის ბაზაზე უფრო დიდი იქნება ეს სამხედრო ბაზა. ევროპაში ნატოს იქნება რუმინეთი. ეს კალინ ჯორჯესკუ იყო აი ამ სამხედრო ბაზის სასტიკი წინააღმდეგი და მას როგორც პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში ეთქმის რაღაცა სიტყვა და შესაბამისად ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო მათთვის, ანუ გულისხმობ ნატოს ევროჩინოვნიკებს და ამ გლობალურ deep states და არ არის გამორიცხული რომ ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატო მათ გადაეკიდა მას ესე, მაგრამ არა მარტო აქ ჩვენ იგივე ხორვატიაშიც ხო აგერ ბრანკო მილანოვიჩმა მოიგო არჩევნები პრეზიდენტმა, საპრეზიდენტო არჩევნები, ისიც არის რადიკალურად განწყობილი საკმაოდ ამ ევრობიუროკრატიის მიმართ, არის ევროსკეპტიკოსი და პირდაპირ ისიც იგივე ამ ეროვნული ინტერესებით აპელირებს. ავსტრია ავიღოთ, იქაც არის ავსტრიის თავისუფლების პარტია ჰერბერტ კიკლი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ანუ ავსტრიული AfD. არჩევნები მოიგო და მე რა ხდება ეხა ეს ბრიუსელის ელიტა, აი ამ ყველა თავის ქვეყანაში ხო ყავთ თავისი ესე ვთქვათ გავლენის აგენტები, ხელქვეითები, ზოგი მოქმედ ხელისუფლებაში, ზოგი არ არის. ყველას აიძულებენ რომ შეკრან, ესე იგი პირი და გამარჯვებულ პარტიას დაუპირისპირდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში მათთან არ შევკრავთ კოალიციას, რაღაც ფიცადებინებენ თითქმის რა. იგივე მოხდა ავსტრიაში, რომ როდესაც ამ კიკლს და ავსტრიის თავისუფლების პარტიას ფაქტობრივად გარიყეს, მერე დაეშალათ სამთავრობო კოალიცია და მოუწიათ მაინც ახლა მოლაპარაკებების გამართვა. იგივე იყო ჰოლანდიაში, სადაც ჰერტ ვილდერსის იგივე თავისუფლების პარტია მოიგო, იქ
ესე იგი, იქაც არ სურდა თამათი ხელისუფლებაში მოყვანა და გამარჯვებულია, ხო რა? დემოკრატიის ყველაზე ელემენტი, რომ გამარჯვებულს აიძულებენ, რომ გამარჯვებულმა უარი თქვას ხელისუფლებას და ეს არის გლობალური ტრენდი, ხო? იგერ მელონი არის იტალიაში, იგეც არის მატეო სალვინი. თლიანად ყველგან ქვეყანა არ დარჩა დღესდღეობით ევროპაში. ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო სლოვაკეთი. ხო და აი ეხა ჩვენ ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ აი ეს ევროპული ასე ვთქვათ, აი ეს ლიბერალური დღის წესრიგიც იმსხრევა როგორც დაიმსხრა ერთპოლარული სამყარო და ამის შესახებ აგერ მარკო რუბიომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან სახიფათო ილუზია იმისა, რომ ჩვენ გვჯეროდაო, რომ ყველას დავაწყებინებდით ცხოვრებასო ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზეო და ეს დამთავრდაო და ჩვენ უნდა ვიფიქროთო მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა ქვეყანას ექნება საკუთარი ინტერესი, სადაც საშუალება იქნება ვითანამშრომლებთ, სადაც ინტერესები არ ემთხვევა, უნდა ჩავთოთ საქმეში დიპლომატია, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი კონფლიქტიო. და აი ახლა რაც ხდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, აი შეგვიძლია გადავხედოთ, გავაანალიზოთ და რამდენად შეიცვალა მათი ცხოვრება და მე შეიძლება ოდესმე თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი, პირველი იმედგაცრუებულები აი ეს ხალხი იქნებიან, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, იმიტომ რომ მათ იმდენად გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ, რომ იმედგაცრუებისთვის ამდენი წელი იწვალო. ამისთვის მეწოდება ეს მე ერთ რემარკას გავაკეთებ, დრო დამთავრდა, მაგრამ თავარი მიზეზი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კრიზისი არის დეინდუსტრიალიზაცია. რომელიც მოხდა მას შემდეგ რაც სოციალისტური სისტემა დაინგრა და საბჭოთა კავშირი დაინგრა. მაშინვე ის პროცესები რაც საქართველოში მიმდინარეობდა პოსტსაბჭოთა პერიოდში იქ ყველგან მოხდა. პოლონეთის გამოკლებით. და დეინდუსტრიალიზაციის შემდეგ აი არ მოხდა მისი რეინდუსტრიალიზაცია მიუხედავად იმისა რომ ეს ქვეყნები გახდნენ ევროკავშირის წევრებიც. აი რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა ბრიუსელი და იყოს დაინტერესებული. იქ არის პირველი დაუშვათ რამოდენიმე ჯგუფის ქვეყნები, გრადაცია იქაც არის, რომ არის ორი ქვეყანა, რომელიც პირამიდის წერვალზეა, გერმანია, საფრანგეთი, მერე მოდის იტალია. ანუ ყველა თანასწორები ვართ, მაგრამ მე მაინც ფრანგი ვარ და შენ რუმინელი, უნდა იცოდე, ეგეთი დამოკიდებულება. თლად ასე პირდაპირ არა, მაგრამ ქვეყნებს შორის არის ყველაზე მეტი უფლებების მქონე ქვეყანა თავისი რეალური მდგომარეობით. გერმანია, საფრანგეთი, მერე მოდის იტალია, ესპანეთი დაუშვათ, ჰოლანდია, აი ეს ქვეყნები და აი ეს ბოლოს ყველაზე უფრობი ქვეყნები არიან ბულგარეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ. აი ეს ბედიელის უკეთეს შემთხვევაში საქართველოს თუ ის გახდა ევროკავშირის წევრი, რომელიც რა თქმა უნდა არ არის ჩვენ მაგ მხრივ გაგვიმართლა ისევ ჩვენ გეოგრაფიაზე ვიტყვი რომ თან წყევლა არის და თან დალოცვა რომ იმდენად შორს მაინც შორს ვართ, მაინც პერიფერია ვართ ამ სივრცისთვის და სანამ ჩვენამდე მოაღწევს ხოლმე ეს ტალღა, მანამდე იქ უკვე ყავლი აქვს გასული. აი რაზეც საუბრობდა გიორგი, ჯერ გვაქვს დრო სხვა შორის ბატონ თემურ დაახლოებით 5 წუთი და ამაზე მინდა გკითხოთ. ის რაც ხდება ევროკავშირში, აი რაზეც გიორგი საუბრობდა რომ გამარჯვებულ კანდიდატს ჯერ უქმებენ არჩევნებს, შემდეგ იჭერენ, რომ გამარჯვებულ პარტიებზე ყველა სხვა დანარჩენს ფიცადებინებენ ფაქტიურად, რომ აი ამათ არ ვითანამშრომლებთ. ეს არ არის იდეოლოგიური კრიზისის ნიშნები. ანუ ჩვენ ხო აქამდე ევროპა იმით იყო მიზიდველი, რომ იქ შენ რა არჩევანიც არ უნდა გქონდეს, ამ არჩევანს პატივსცემენ და მე მომისმენი ამ ლიბერალებისგან მაგალითად ასეთი არგუმენტები ბრჭყალებში, რომ იცით რითი ჯობია ევროკავშირი იგივე საბჭოთა კავშირს, რომ იქიდან თუ შენ მოგინდება გამოსვლა მაგალითად ჩაატარე ბატონო რეფერენდუმი, არავინ არაფერს არ გაიძულებს. ბოდიში შეგაწყვეტი ეგეთი რეფერენდუმი ჩაატარეს ბერძნებმა, როდესაც იყო საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი, მაგ რეფერენდუმზე საბოლოო ჯამში მემარცხენე მთავრობა ყავდა მას. კი, ციპრასი ყავდათ და ვარუფაკისი და მიიღეს შესაბამისად ესეთი შედეგები, რომ მოსახლეობამ უარი თქვა ამ ვალების რესტრუქტურიზაციაზე და გადახდაზე და იქ საუბარი უკვე ევროკავშირის დატოვებაზეც და მე აიძულეს ყურებით დაიჭირეს, ფულიც გადაახტევინეს, მთავრობა შეუცვალეს და ევროკავშირშიც დატოვეს. ესეც არის მორიგები. აი ეს მინდოდა მეკითხა სწორედ ბატონო თემურო, ჩვენი საზოგადოებისთვის თქვენი აზრით, ეხლა თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც კარგად გახსოვთ, როგორც საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდი, მერე აი ეს 30 წლიანი საშინელი
ილუზიაში თუ არ ვიცი ამ ქაოსში ცხოვრება და ეხა ყველანი გრძნობთ რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადადის მსოფლიოს და უნდა გადავიდეთ ჩვენც. აი როგორ ფიქრობთ საქართველოს მოსახლეობისთვის როდის გახდება მასებისთვის როდის გახდება ეგ ყველაფერი უფრო ნათელი, უფრო გასაგები, ჩვენ ხო უკვე ჩვენი თვალით ვხედავთ რომ არანაირი არც ის დემოკრატია და ის ხიბლი არ ყოფილა იმ ევროპაში და იმ დასავლეთში, ყოველ შემთხვევაში ისეთში როგორცაც დღეს ვადევნებთ თვალყურს, რასაც ჩვენ ამდენი ხანი გვაჯერებდნენ და რისიც გვჯეროდა. მე მაქვს ესეთი პროგნოზი, რომ გრძელვადიან თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს პროცესები საქართველოში გამოიწვევს ზოგადად პროდასავლური განწყობების მარგინალიზაციას. ეს განწყობები აი როგორც თქვენი ძალიან ვიცი რომ გული გეტკინებათ ამაზე, მაგრამ როგორც აი ახლა 20-იანი წლების ბოლშევიკები და 80-იანი წლების იგივე პარტიის წევრები ერთნაირად ხო აღარ უყურებდნენ იმ პროცესს და მაშინ თუ ვიღაცას 20-იან წლებში მართლა ჯეროდა გულით რომ ეს იყო კომუნიზმისთვის, ეს იყო რაღაც აი ამ იდეალებისთვის ბრძოლა, 80-იან წლებში უკვე იყო იქაც ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც სიტყვით კი ყველა ამბობდა რომ კომუნისტები ვართ, მაგრამ გულში არავის აღარ ჯეროდა. აი პროდასავლურ სპექტრსაც ჩემი აზრით ეს ემართება. 90-იან წლებში შეიძლება ვიღაცა მართლა გულწრფელად პროდასავლელი იყო, მაგრამ დღეს უკვე 30 წლის შემდეგ რაღაც მე მრჩება შტაბ-ჭდილება რომ ეს საკითხი ხდება აი რაღაც ისეთი კარგავს საზოგადოების მაღალ მხარდაჭერას და იმ დობას და იმ ლეგიტიმაციას რაც მას აქამდე ჰქონდა. აი თქვენი პროგნოზი ამ ხრივ საინტერესო იქნება როგორც გამოცდილი ადამიანი. აი ეს შედარება გარაგნულად კი შეიძლება იყოს სწორი, მაგრამ მოდი ხო მოგიხადეთ წინასწარ. რა პერეგე თქვენ ბოლშევიკები ახლა შეაქეთ, იმიტომ რომ ის მართლა ჯეროდა და რაც შეეხება ბოლოს კომუნისტებს არ ჯეროდა თავის საქმის და იქ მოხდა ეროზია. იდეოლოგიური ეროზია მოხდა და აქ თუ ჩვენ ვაგვირდებით იმას, რომ ევროსკეპტიციზმი ძლიერდება, ეს არის სწორი ტენდენცია. იმიტომ რომ ჯერ ერთი ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეს არის ფიქცია. ეს არის ისეთი რამ, რომელსაც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ამითი ატყუებდნენ და ამითი ხდებოდა ისე რომ საქართველოში ისეთი პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური ატმოსფერო ნარჩუნდებოდა, რომლითაც შესაძლებელი იყო დასავლეთის მიერ საქართველოს გამოყენება თავისი ინტერესების, თავისი მილიტარისტური, გეოპოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად. კერძოდ ჩვენ გამოგვიყენეს ამ 30-35 წლის მანძილზე რუსეთის წინააღმდეგ როგორც გეოპოლიტიკური რაღაცა სუბიექტი სამხრეთ კავკასიაში. აი რისთვის გამოგვიყენეს. ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეს არარეალური იყო, მაგრამ ახლა ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჩვენ ევროპაზე უარს ვამბობთ. არავინ არ ამბობს არც გერმანიაზე, არც იტალიაზე, არც ჰოლანდიაზე, მაღალ განვითარებულ, არც შვეიცარიაზე, ჩვენ დრო არ აქვს. იქ სოციალიზაციის პროცესი ხდებოდა თავის. მაგრამ მეორე ბოდიში რო გაწყვეტინო თემ რომ ევროპის ყველაზე მაღალ განვითარებული ქვეყნები რო ავიღოთ, ხო, სადაც ყველაზე მაღალი არის მთლიანი შიდა პროდუქტი, ცხოვრების დონე. სკანდინავიის ქვეყნები ალბათ, ხო? არა მარტო შვეიცარია გინდა, ლუქსემბურგი გინდა, ისლანდია გინდა, ეს წევრები საერთოდ არ არიან ევროკავშირის, ანუ ევროპა არ უდრის ევროკავშირს, ეს მომენტიც არის, ეს ბევრს არ ესმის. ევროპა და ევროპული სოციალური სახელმწიფო საერთოდ არ უდრის ევროკავშირის და ურსულა ფონ დერ ლაიენს და მაგრამ ამის ევროპა კაცო. არა, ისლანდიას რატო არ ჭირდება? ისლანდიასაც ვიღავს მოწინააღმდეგე. მე ვამბობ ევროკავშირის წევრებს, აი საფრანგეთი და გერმანია ავიღოთ და იქ სოციალიზაცია. ნორვეგიაც არ არის ევროკავშირის წევრი. ჩვენ შევხედოთ მაგას რა აკუთხით. მაგალითად გერმანია და საფრანგეთი რო ყავს მეზობელი და შვეიცარია რო ყავს, იქ კიდე მეზობლად მე მგონი ეგეც ესაზღვრება. სხვა არის და ჩვენ გავიხედოთ რა რეგიონში ვართ კაცო, რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი არიან ჩვენი მეგობრები. ამიტომ შეუძლებელია ვთქვათ, რომ იქ თუ რაღაცა წესი სწორად მუშაობს და ისე მუშაობს, როგორც მუშაობს, იგივე საკრო გადმოიტან, აქაც იგივენაირად იმუშაობს, ხო? არა, ჩვენ გადმოვიღოთ ის რაც კარგია. გერმანიიდან საფრანგეთის სოციალური დაცულობის მაღალი ხარისხია იქ. რა თქმა უნდა. დაუშვათ ეგეც წარსულს ბარდება თემური ეხა არა გასაგებია გიორგი გასაგები ეს არის სამწუხარო რეალობა ეს ეპოქა მე ვადარებ ყველაზე უარეს იმისათვის რომ ჩემი არგუმენტი გარვამტკიცო ასე ვთქვათ იმ ხალხის თვალში რომელიც აქებს გერმანიას და საფრანგეთს თორე ეს გასაგებია თორე პროგრესული გადასახადები ჩვენც გვინდა ხო პროგრესული გადასახადო სისტემა დაუშვათ იქ მუშე
პირები მონაწილეობენ კორპორაციულ იმაში გადაწყვეტილებებში. გერმანიაში მაგალითად კანონით არის ეს უფლება ძლიერი პროფკავშირებია და გამტკიცებული ძალიან ბევრი რამ რომელიც არის გერმანიაში სამედიცინო სფეროში დაუშვათ სხვა სფეროებში სოციალური გარანტიები უბრალოდ გადმოვიღოთ კი ბატონო უარს კი არ ვამბობთ ჩვენ ევროპას ჩვენ ვამბობთ ევროპის იმ ნეოკოლონიალურ პოლიტიკაზე, რომელიც განხორციელებულია საქართველოს მისამართი. მათ შორის ევროპასთან პარტნიორობაზეც არ უნდა თქვას ალბათ ჩვენ და არც გვაქვს იმისი ფუფუნება რომ ეხა ჩვენს მეზობლად არსებობდეს არ მოდიან პარტნიორობაზე სამწუხაროდ. არ მოდიან. ბატონ თემურ, აი გულწრფელად გეტყვით რომ ეს ჩვენი ილუზია ინტეგრაციაზე ეგ არის ამ შემთხვევაში დამღუპელი რომ წევრი ვერასდროს ვერ გახდები ბევრი ფუნდამენტური მიზეზის გამო, ან რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზის გამო, მაგრამ პარტნიორობაზე პირიქით ეხა იმ ადამიანებს ზუსტად ევროკავშირის არანაირი ტერიტორიული ინტერესი ცალკე აღებული ევროკავშირის საქართველოსთან მიმართებაში რადგან არა აქვს ეგ არის იმისი გარანტია რომ პარტნიორობა შეიძლება გამოვიდეს პარტნიორობაში რას გულისხმობთ ჩვენ ეკონომიკურ პარტნიორობას თუ გულისხმობთ ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე ჩვენ არ გვაქვს ტექნოლოგიურ სფეროში იგივე პოლიტიკურ სფეროში კი მაგრამ ტექნოლოგიები ჩვენ არის ესეთ ტექნოლოგიები რომელსაც პერსპექტივები აქვს რომლის შექმნა პროდუქციაზე ევროპაზარზე არ არის აქედან გამომდინარე პარტნიორობა ეს აი ჰუმანიტარულ სფეროში შესაძლებელია სამ მეცნიერების სფეროში თუ ისიც საეჭვოა ჩვენთან მეცნიერებაც არ შემორჩა მაგრამ შესაძლებელია კულტურის სფეროში შესაძლებელია მაგრამ ეკონომიკურ სფეროში სამწუხაროდ არა პარტნიორული ურთიერთობები არ გამოვა უბრალოდ ჩვენ არ გაგვაჩინა ისეთი ეკონომიკური პოტენციალი რომ ევროპის ბაზარზე ჩვენ რამე პროდუქცია პარტნიორობაში გულისხმობ რას რომ აი ჩვენი პოზიციები ხშირად ხო არის ხოლმე ესე ახმული რომ თითქოს ეხა იქ რომ მიტინგზე რო დგას ვიღაცა 17 წლის აპატიეთ ღვირმოუხოცავი ბავშვი იმანიცის რომ ახლა გერმანიაში კარგი ცხოვრების დონეა და მე არ წამიკითხია ორი წიგნი ჩელიაბინსკში უკეთესი მგონია ესეთი აღქმები ხო აქვთ იმათ და მათთვისაც რომ იყოს გასაგები რომ თუ ჩვენ საუბრობთ რომ ევროინტეგრაციის კურსი არის სისულელე იმიტომ რომ ის არის არაპერსპექტიული ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ან ევროპა გვეზიზღება ან არ ვიცით ან მათთან პარტნიორობა არ გვინდა და არ არის ასეთი დამოკიდებულებები და ალბათ ამისი ილუსტრირება ხშირად არის საჭირო სორი ის არის სორი ფორმულირებაა დიახ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონებო ეხა კი ნამდვილად გადავაცილეთ სასაუბრო დროსთან კარგა ბლომა წუთებით და დაგემშვიდობებით ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა ჩემი აზრით მადლობას გადაგიხდით მადლობა გიორგი შეგახსენებთ რომ ბატონი თემურ ფიფია და გიორგი მდივანი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ხვალამდე დაგემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ